ვიწყებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მაგიდა დაჯავშნილია და ვემზადებით, რომ გავულამაზოთ ჩვენს სტუმარს, თუნდაც ეს კონკრეტული დღე. ყველანაირად ვცდილობთ, რომ არა მარტო სერვისი ქონდეთ ძალიან კარგი, არამედ რაღაცა ფერებიც წამოვიდეს წინ და გავულამაზოთ ხოლმე, თუნდაც ეს შუა გული მაგიდა. და ყველა ფანტაზია, რაც კი არსებობს, მე მგონი, თუნდაც ძალიან პატარა ბოთლებში, რომელიც ძალიან საყვარელია, ვცდილობთ, რომ ჩვენი ფანტაზია მოვახდინოთ, მოვაქციოთ, გავხუნძლოთ და გავაკეთოთ ის, რაც მისთვის უფრო სასიამოვნო იქნება და მათ შუქოთ ეს კონკრეტული დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩვენი ლამაზი კარგი კოხტა სტუმრისთვის, რომელიც უნაზესია და ფარფატაა და გვინდა რომ ჩვენი სიფარფატეც ვაჩუქოთ. გაიღიმე, შენი мотиваცია არის ღიმილი და ამ мотиваციით სხვასაც აძლევ мотиваციას და სულ იღიმება ის ადამიანი შენთან ერთად. სულ ცუდ ხასიათზე იყოს, ღიმილი არის გადამდები და მოდი ეს გავაკეთოთ. რაც შეეხება პილპილ მარილს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პილპილ მარილის დგომას. პილპილი მარილი ნიშნავს წარმოვიდგინოთ 5 კაცზე ერთ ჩადგმა სხვადასხვა კერძის მის ირგვლივ, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორად აკეთებენ ხოლმე სერვისის თანამშრომლები, შესაძლებელია ეს პილპილი მარილი აი აქ დადონ, აქ რო დადგავ პილპილ მარილს, აქ ვერსად ვერ დადებ კერძს. აქედან გამომდინარე შენი მანიშნებელი არის და არა მარტო შენი, არამედ სტუმრის, რომ პილპილი მარილი იდგას შუაში, მაგალითად 5 კაცის შუაში ერთი და 5 კაცის შუაში მეორე და მის ირგვლივ ჩაიდგას სხვადასხვა კერძები, რომელიც ამა თუ იმ სტუმარს აქვს შეკვეთილი. და ჩვენი დევიზი რა არის? სტუმარი უნდა იყოს კმაყოფილი, ხო? თეფშს ვკიდებთ მხოლოდ და მხოლოდ, მოდით კამერაში რო ვაჩვენოთ, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მონაკვეთში თეფშის ჭერა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მონაკვეთში, რაც შეეხება ჭიქის ჭერა მაქსიმუმ 100, ისიც ლანგარზე ვცდილობთ და სერვირება ან მრავალჯერადი ხელთათმანი თეთრით, ან თუნდაც ერთჯერადით, რომ ჩვენი ნათითურები არ დაეთყოს ამა თუ იმ სერვირების დროს თეფშს სანაჩანგავს თუ ასე შემდეგ. აი სტუმარი რომ მოითხოვს, რომ მინდა ხელსახოცი ერთჯერადი, მაშინ კი ბატონო და თუ ნეპკინი დევს, იგივე ხელსახოცი ნაჭრის. ანუ არც ერთი დიდებით არ უნდა დავდოთ სასალფეტკე, რადგან ორი სალფეტკი, აი წარმოიდგინეთ, ორი სალფეტკი არის არასწორი, ხო? ერთი არის მრავალჯერადი, რომელიც გვაქვს მაგალითად და მეორე არის ჩვეულებრივი სალფეტკი, რომელიც არის ერთჯერადი. ან ერთჯერადი უნდა დავდოთ, ან მრავალჯერადი. ცხელი კერძის დანასთან ახლო შევდებთ წითელი ღვინის ჭიქას, ხოლო თეთრი ღვინის ჭიქას, ანუ თეთრი ღვინის ჭიქას ვდებთ ცივი კერძის დანასთან. მინდა აღვნიშნო, აქაც ჩაშლა არის, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს არის წითელი და ეს თეთრი ღვინის, მეც ანალოგიურად ამას ვამბობ რა სინამდვილეში, რომ თეთ მეგობრებო, ეს არის წყლის ჭიქა. მოკლედ ნეპკინიც უნდა აუცილებლად დავკეცოთ მეგობრებო. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან მივიდეს კიდეები. აქვე კიდე ვიმეორებ, რომ ნეპკინს როდესაც ვკეცავთ, ან რა მნიშვნელობა არა აქვს თეფშს ვკიდებთ ხელს თუ დანაჩანგალს თავისი ღვინის ჭიქიანად, ხელთათმანი უნდა გვეკეთოს, უნდა გადმოვკეცოთ ისე, რომ იყოს ლამაზ მდგომარეობაში და ვიზუალურობა უნდა იყოს ერთნაირი, როგორც ამ კიდიდან ამ კიდეში ასე უნდა იყოს ლამაზად დადებული. ეს არის სრული ჩვენი ვიზუალი. იქიდან შეგიძლია დააყენო ეს კამერა და აჩვენო თუ რას ვახვედრებთ ხოლმე ყოველდღიურად ჩვენ სტუმრებს. რაღაცა ეს. მორჩა.